ეს არის ჩემი უბანი, სადაც გავიზარდე. აი ეზოში იყო რამდენიმე ხურმის ხე, ლეღვის და ასევე სხვა მეზობლების, მაგალითად, ეგეთ იქა წერეთლები ცხოვრობდნენ. აქეთ ლაითაძეები, დედა ხანიშმტოვები და ხანაკმტოვები და გამარჯობა. არაფერი, მე ბადრი ამირანთევზაძე ვარ, ამ უბანში გავიზარდი. იცალით დავიდან მე გიცალით თქვენი ჭირიმე. სულ შევიკითხულობდი ღმერთო. ამ შეხვედრამ ბათუმელი მწერალი და პოეტი ბადრი თევზაძე ბავშვობაში დააბრუნა. მაშინ როცა ფეხბურთის ჩემპიონატს ეზოში მეზობელი ოჯახები ერთად უყურებდნენ. ფეხბურთთან ერთად გაცოცხლდა ყველა მოგონება. მართლა ჩემი ბავშვობის ეზოა, სერგობიძეა. მთელი უბნის ბავშვებს დაგვისხამდა თავის შვილებთან ერთად და ხან ახლო-ახლო მთებში წაგვიყვან და წამოგვიყვან და ყველაფერი რაც გამიკეთებიან გაუძელი აქედან წამოღებული მუხტი იყო. იმდენი სიყვარული მათ ჩუქეს ბავშვობაში, რომ ხო მე ძალიან ბევრი საწყენი ამბები ხდება ხან დაჩაგრულობის ნობა, ხან უსამართლობის რაღაცის. ეს მახსენდებოდა, რომ არაფრით ვალდებული რომ არ იყვენ არც სიტყვით, ავი იმდენი სიყვარული უჩუქებიათ ადამიანებს, რომ ადამიანი კარგია და არ უნდა გაბოროტდე რა. სითბოსა და სიყვარულს, რომელიც ბავშვობაში მიიღო ბადრი თევზაძემ მთელი ცხოვრება ინახავს. ეს ემოციები მის შემოქმედებასაც ეტყობა. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეხვდნენ ხშირად მის ნაწერებში, ხასიათებად ან პერსონაჟებად ჩნდებიან. ფრაზა, რომელიც წამომცდა ის მასალა და ის რომ მაინც არ ვიყიდები, სიჯიუტია და არ არწმენა. საუბრის დასაწყისში შევთანხმდით, რომ არაფერს ვკითხავდით 1973 წლამდე დაწერილ ლექსებზე. შემდეგ უკვე საკუთარ ნაწერში ძიების პროცესი დაინახა. თუმცა მაინც გაგვიმხილა, როგორ დაიწყო ყველაფერი. პირველ ლექსზე ქართულის მასწავლებელმა მწერალთა სახლში გაუშვა და ბატონ ფრიდონ ხალვაშთან შეხვედრას თხოვა. პირველი შეხვედრა მახსოვს კარგად. ზოგიერთი ისეთი შენიშვნა, წმინდა პროფესიონ აღარს ახლა არ აქშვილო როდიჯობია. აი ესეთი რაღაცები მახსოვს, ესეთ პირველი თბილი მომენტი იყო. თავარი თემა მუდამ გრძნობა იყო, ის რაზეც აუცილებლად უნდა დაეწერა. ნუ ახლა სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ახლა თუ რამე მითმა წეროს სიყვარულის გარეშე და სიყვარულზე და რაღაც ახალი ნიუანსები შენ სიყვარულში, ტრაგიკულშიც რაღაცა ამაღლეულით დანახვა. ხა? ცალმხრივი სიყვარული. იმას ძირითადად ჩემი ტიპის ხალხს ცალმხრივი სიყვარული მართებს. თარგმნელობითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, ასევე ლომისის პრემია წიგნისთვის პარიზში წასვლას რა უნდა. ასე დაიბადა ისტორიები, რომელსაც ჯერ მაყურებელი ეცნობოდა, შემდეგ კი მკითხველი. სერიალი რომ არის რა, რაღაცა ბოლო წუთზე უნდა მოხდეს შემდეგი სერიისთვის დაგაეთ. და ახლა და ამ სტილზე ვცდილობდი მეწერა, მაგრამ წერდი აბსოლუტურად გულწრფელად. ცოტა ოდორი თვითონ ირონიით, მაგრამ გულწრფელად და რაღაც საოცრება დაიწყო ჩემ ცხოვრებაში. საოცრება გრძელდებოდა და სიყვარულით ხვდებოდნენ ყველგან, სადაც მიდიოდა. ეს იტბოდა ენერგია კი დროის შემდეგ ისევ შემოქმედებაში გადაჰქონდა. რამაზ სურმანიძე, ექიმი, მწერალი, უცხოეთში ცხოვრების თანამემამულეთა ორგანიზაციის, ურთიერთობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ესეთი უხელფასო ის იყო. ხო და რა უთქვამს, რომ რაღაც თანხა მაქვს დარჩენილი. და ესო თემატიკურად უცხოეთში მცხოვრებ ქართველების პრობლემებს ეხებოდა. და პირდაპირ წიგნად ჩამაბარეს ორი კვირის მერე. ეს იყო რაღაც უსაშველო სიკეთე. შენობას ხომ ისტორიად ადამიანები ქმნიან, ასე გახდა ჯერ კიდევ წლების წინ მწერალთა სახლი მნიშვნელოვანი სივრცე, რომელმაც არაერთი მეგობარი შესძინა. რევაზ თვარაძის გალაქტიონი, აი თუ რამე წლის ასაკში რო წავიკითხე, ისეთი სიყვარული წერდა მის შინაგან სიმარტოვეზე, მის ძიებებზე, ხანდახან მის დაცემებზეც. აი როგორ გითხრა ისი, აი თითქოს კრედო მომცა. აი ასეთი უნდა იყო პოეტი, აი რაღაც ამის უფლება არ უნდა მიცე თავს. როდის წერთ ხოლმე ბატონო? ახალგაზრდობაში ღამე. მე ახლა ასაკში რო შევედი დილას. ასე მოჰყავს შემოქმედებითი მუზა და დღეს ძირითადად თარგმანებზე მუშაობს. უყვარს ფრანგული ენა და ქვეყანა, რომელიც მამას და მის ბიოგრაფიას ახსენებს.
საფრანგეთთან პირველ რიგში მამაჩემი. ბავშვობიდან მე ამაყებოდა ის იმ თავისუფალი კაციშვილი ვიყავი, სამი გაქცევა რომ მოახერხა საკონცენტრაციო ბანაკები და ფრანგ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა საფრანგეთის საბრძოლო ჯვარი და საქართველოს მუზეუმი რომელსაც სახელმწიფო მუზეუმი სტენდი ყოფილა რა მთელი ერთი მისი. ეს გეამაყება. საფრანგეთის სიყვარული გაუცნობიერებელი ასაკიდან იწყება მოყოლილი ისტორიებით, მამის თავგადასავლებით და სიკეთის მაგალითებით. ეს სიყვარული წლების შემდეგაც გაგრძელდა და მოვიდა დღემდე. გზად კი არაერთ მნიშვნელოვან ადამიანს შეახვედრა. ამ ადამიანებში იხსენებს გამორჩეულად ძვირფასსაც. ბევრი კეთილი ქართველი ადამიანებიც, მაგრამ იმ გადარეული სიკეთის მატარებელი როგორც ქალბატონი როზმარი შროედერი იყო, რომელიც ქუჩიდან ამიყვანა. თავის ბინაში ერთი ოთახი დამით. მთელი წელიწადი ადამიანი მაჭმევდა, მასმევდა მის ბინაში როგორც ჩივილს ისე მივლიდა. ეგეც საოცარი ადამიანი. ქალბატონი როზმარი შროედერი. დღეს ბათუმში მწერალთა სახლის კედლებში მოქცეულ დიდ ისტორიას უფრთხილდება, თაობებს გადასცემს და ასე კედელზე გამოფენილი ფოტოებით იხსენებს წარსულს. ის, რამაც შექმნა ქართული კულტურა, გადაუჭარბებლად ოქროს ფონდი და ის, რამაც შექმნა ქალაქი ბათუმი, ბათუმური ისტორიებითა და ბიოგრაფიებით. ნესტორ მალაზონია. აი მაგის ვაჟი იყო. მამაჩემის თანაკლასელი ერთად რომ მოუწია თუმცაც რომ მაგის ვაჟმა გადაარჩინა მამაჩემის სიკვდილს და თვითონ დაიღუპა. საოცარი ლექსი აქვს ნესტორს მოდიან შვილო ჯარისკაცები რა საოცარი. ბატონ სულიკო ჟღენთან რომელიც ჯარისკაცის მამის სცენარია. მე უკვე ასაკში 40 წელსაკში მომიწია ცოტა ხანს მის ასისტენტად მუშაობა. რომელი ერთი ჩამოვთვალო ალექსანდრე ჩხაიძე, აი ცნობილი დრამატურგი. თითქმის 15 წელია პედაგოგია, ახალ თაობასთან აქვს ურთიერთობა, გასცემს გამოცდილებას და იღებს მათგანაც. კლასიკურად შეფასებას არ წერს და ეს ყველაზე მეტად ახარებს. დროსთან ერთად იცვლება ბევრი რამ, მაგრამ საქმის სიყვარულს წლები ვერაფერს აკლებს, ამაყობს ქალაქი ბათუმით. ისტორიებითა და შეგრძნებებით, რომელიც ბავშვობის წლებში შეაგროვა და დღეს ცდილობს ეს ემოცია ისევ შეინარჩუნოს, ისევ შემართებით წეროს, რომ მომავალ თაობასაც ამ სიმძაფრით შემოქმედება გაუზიაროს. რაც ასაკში შედიხარ უფრო და უფრო ჭირს წერა, უფრო და უფრო ჭირს ნაღდი სიტყვების მოძიება. ის შვილებები მართლა მინდა აისახოს სტილისტურად და არა ისე თქვა, ახლა დაუბერდი და რაღაც სხვა. ყველა ასაკს რაღაც მის სიტყვები აქვს მისაგნები. აი მაგას უკვე ნიჭი თუ იცოცხლებს და მომცეს საშუალებას. საუბრის ბოლოს მთავარ ნატვრასაც გვიმხელს და იტოვებს იმედს, რომ სულ მალე ეს რეალობად იქცევა. როგორც მთარგმნელს, ერთი სურვილი მაქვს, რომ თავიდან ბოლომდე ძალიან დიდი წიგნი გამოვცე ფრანგული პოეზიის ანთოლოგია ქართულ-ფრანგულად რა. როგორც პოეტს, 1-2 წლით გამიცოცხლდეს ის ახალგაზრდობის შემართება და აი რომ გონია ძალიან მაგარი ლექსი რო იქნებაო არა და ამისთვის ღირდა სიცოცხლეო იმნაირი ლექსი დამაწერინა. იმედი აქვს, რომ დაწერს სამშობლოზე, ბათუმზე და ბავშვობის ქუჩაზე, რომელიც ბაბუას და ძველ ქალაქს ახსენებს, რომელმაც ემოციური თავგადასავლები აჩუქა. რამდენი რამ გამოვიცვალე, აი რაღაც ძალიან ბათუმური რჩება და დარჩება სულ.